სულ მალე იმედის არხზე საბავშვო ახალი ხმა დაიწყება პროექტში მონაწილეობის მისაღებად სულ 30,000 ბავშვი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც შოუს ავტორებმა 500 შეიარჩიეს. დღეს კი საქართველოში ბრმა კასტინგისთვის მონაწილეების შესარჩევად ჰოლანდიელი მაურიც ბრიეტი ჩამოვიდა. ფორმატის მფლობელი კომპანია ტაპლას წარმომადგენელი და ქართული ხმის კონსულტანტი ახალ ხმაში მონაწილეობის შანსს 80-მდე ბავშვს მისცემს. პირველი ბრმა კასტინგი იმედის ეთერში 2 აპრილს გავა. ხალხმა აუცილებლად უნდა უყუროს საბავშვო ახალ ხმას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოში. საბავშვო ახალი ხმა ისეთივეა როგორც დიდების შოუ ნიჭიერი მონაწილეებით, თუმცა განსხვავებული ემოციებით. მე იმისთვის ჩამოვედი, რომ აღმოვაჩინოს საუკეთესო ბავშვები, ისინი ვინც ბრმა კასტინგზე გადავლენ. სადღაც 30,000-ზე მეტი რეგისტრანტი იყო ახლა საბავშვო ვოისში. აქედან 7,000 აპლიკაცია ჩაითვალა სრულყოფილ აპლიკაციად. კასტინგზე დაიშვა სადღაც 700-მდე ბავშვი. აქედან შეირჩა 350 მონაწილე, რომლისგანაც ახლა კომპანია ტალპა, მაურიც ბრიეტი და ჩვენ ერთად გადავიყვანთ 70 ბავშვს ბრმა კასტინგს.